გავარჯო. მოდით ერთ რაღაცაზე დავფიქრეთ ერთად. დილით იღვიძებ და პირველი რასაც აკეთებ ტელეფონის შემოწმებაა. შემდეგ დგებით მეტროთი, ავტობუსით ან თუნდაც მანქანით სამსახურში მიდიხართ, სადაც 8 საათს 4 კედელში და ხელოვნური განათების ქვეშ ატარებთ. სამსახურის შემდეგ ისევ ბრუნდებით ბეტონის ჯუნგლებში, მიაბიჯებთ ნაცრისფერ ასვალზე და სახლში დაბრუნების შემდეგ ისევ ეკრანებს, ტელეფონს, ლეპტოპს ან თუნდაც ტელევიზორს უბრუნდებით. ნაცნობი სურათია ხომ? ჩვენ შევქმნით ცივილიზაცია, რომელმაც მაქსიმალური კომფორტი მოგცა, მაგრამ ამავდროულად გამოვკეტა ხელოვნურ გალიაში. დღეს უამრავი ადამიანი ცხოვრების 90%-ს ატარებს დახურულ სივრცეში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისიც რა არის, ჩვენი სხეული და ტვინი ამისთვის არ არის შექმნილი. საიდან მოვდივართ, როგორ ვართ დაკავშირებული ბუნებასთან? ჩვენი ისტორიის 99% ჩვენ ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრობდით ტყეებში და მინდვრებში. ჩვენი წინაპრები ამით ცისფერით კითხულობდნენ, დროს მზის მიხედვით იგებდნენ და მიწისგან იკვებებოდნენ. ეს კავშირი დნმ-შია ჩაბეჭდილი. ამ ფენომენს მეცნიერებმა სახელიც კი დაარქვეს ბიოფილია. ეს არის ადამიანის ქვერძნობიერი, თანდაყოლილი ტოლვა ბუნებისა და ცოცხალის სამყაროს მიმართ. აი რატომაა, როცა ქალაქის ხმაურს თავს აღწერთ, ავტომატურად თავს უფრო ცოცხლა და ბედნიერად გრძნობთ. ბევრი ფიქრობს, რომ ბუნებიდან გასვლა უბრალოდ გასეირნებაა და სხვა არაფერი, მაგრამ მოდით უფრო სიღრმისეულად ვთქვათ, რა ემართება ჩვენს ორგანიზმს, როდესაც ქალაქიდან გავდივართ, დავიწყოთ მენტალური ჯანმრთელობით. თანამედროვე ქალაქები ჩვენგან ითხოვს ეგრეთ წოდებული მიმართულ ყურადღებას. ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს შენ სამსახურზე, ტელეფონის შეტყობინებაზე, შუქნიშნებზე. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია ჩვენი ტვინისთვის, ხოლო ბუნებაში გასვლისას შენ გერთვება უნებლიე ყურადღება. უყურებ ხეებს, მოძრავ ფოთლებს, მდინარეებს, ღრუბლებს. ეს ყველაფერი შენ ტვნის საშუალებას აძლევს სრულიად გადაიტვირთოს. სწორედ ამაზე მაქვს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ აქ ჩემს მაგივრად თქვენ დგახართ. კვლევებმა აჩვენა, რომ ტყეში უბრალოდ სეირნობაც კი 20%-ით არ მცირებს სტრესის ჰორმონის გამოყოფას და პირიქით ხელს უწყობს გამოყოს ბედნიერების ჰორმონი. მოკლედ რომ ვთქვათ, ბუნება არის გვერდითი მოვლენების გარეშე არსებული უფასო თერაპია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაგრამ მოდი თვალი გავუსწოროთ რეალობას. სანამ ბუნება მზადდა ჩვენს განსაკურნებლად და ენერგიებით ასავსებად, რას ვაკეთებთ ჩვენ ადამიანები საპასუხოდ? რითი ვეხმარებით ბუნებას? სამწუხაროდ პირიქით, დიდი ეგოიზმით. დღეს ბუნება უდიდესი საფრთხის წინაშე დგას და ეს საფრთხე პირდაპირ ჩვენგან ადამიანებისგან მოდის. ადამიანები მიდიან ტყეებში, პარკებში, ულამაზეს ადგილებში, სადაც ტოვებენ პარკებს, ბოთლებს და უამრავ პლასმასს. პლასმასის ბოთლს იმდენი დრო სჭირდება დასაშლელად, რომ თქვენი დაგდებული ბოთლი შეიძლება თქვენ შვილებს, შვილიშვილებს ან შვილთა შვილებსაც კი იქ დახვდეს. მეორე და კიდევ უფრო კატასტროფული საფრთხე არის ხანძრები. ტყის ხანძრების 90%-ზე მეტი ადამიანის დაუდევრობით ხდება. ერთი ყურადღებოდ გადაგდებული ბიჩოკი, უყურადღებოდ დატოვებული კოცონი წამებში ანადგურებს საუკუნოვან ტყეებს, კლავს მილიონობით ცოცხალ არსებას და ანადგურებს ეკოსისტემას, რომლის აღდგენასაც 10 წლეულები სჭირდება. ჩვენ ისე ვიქცევით, თითქოს ამ პლანეტის უბრალო არსებები კი არა, ამ პლანეტის დაუნდობელი მბრძანებლები ვიყოთ. ჩვენ ვჭრით ხეებს, ვანადგურებთ მდინარეებს, საიდანაც სასმელ წყალს ვიღებთ. რეალობა კი მხოლოდ ისა, რომ ბუნება ჩვენს გარეშე სიცოცხლეს გააგრძელებს, ხოლო ჩვენ ბუნების გარეშე ვერ გადავრჩებით. ჩემი მიზანია, რომ შეგახსენო, რა მნიშვნელოვანია შენი და ბუნების კომუნიკაცია. მინდა პირდაპირ შენ მოგმართო, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. როდის იყო ბოლოჯერ გაიხადე ფეხსაცმელი და ბალახზე ან მიწაზე შიშველი ფეხებით იარე? ან როდის იყო, როცა ბოლოს ბუნებას უსმენდი? ამ მოქმეებზე მაინც შეიცვალა გეგმები. უთხარი შენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ან თუნდაც მარტო ადექი და წადი ბუნებაში. ჩვენ ქვეყანაში არის ულამაზესი ადგილები, რომელიც შენგან სულ რაღაც 1 საათის სავალზეა. ოღონდ როცა წახვალ, წაიღე ერთი მთავარი წესი. დატოვე იქაურობა იმაზე სუფთა, ვიდრე იქ დაგხვდა. თუნდაც არ იყოს შენი დაგდებული ნაგავი. სწორედ ამას გავაკეთებ მეც, სადაც მარტო არ ვარ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემს იდეებს იზიარებენ და გვერდში მიდგანან. თბილისის ზღვა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი ხელებითა და ენერგიით შექმნეს და ჩვენს ქალაქს უმნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე აჩუქეს, დღეს საშინელად დაბინძურებულია. დღეს ამ ადგილას აშკარად იგრძნობა მათი გაწეული შრომის დაუფასებლობა.
სწორედ ამ ადგილის დასუფთავებაში დამეხმარა კომპანია Shine Pro Georgia, ისთვისაც მათ ამ ვიდეოს საშუალებით დიდ მადლობას ვუხდი. ასევე მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში და ყველას, ვინც ციფრული სამყაროს საშუალებით გვიჭერს მხარს. თუ ჯერ კიდევ არ ყავარ გამოწერილი, არ დაგაუწყდეს არხის გამოწერა, რადგან ქმნის სივრცეს, სადაც თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ეს სჭირდება იმისთვის, რომ შევიტანო დადებითი ცვლილებები ჩვენ საზოგადოებაში. ავამაღლოთ ცნობადობა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევახსენო ბუნების მნიშვნელობა და მასზე ზრუნვის აუცილებლობა. მე უბრალო ადამიანი ვარ, ვისაც სურს გააკეთოს რაღაც ღირებული, ისეთი რამ, რაც რეალურ შედეგს გამოიღებს ჩვენი ბუნებისა და მომავლისთვის. იმედი მაქვს ამ გზაზე მარტო არ ვიქნები. გამოიწერე ჩემი არხი და გახდი ამ დიდებული საქმის ნაწილი. როდესაც დაანთებ კოცონს, აუცილებლად გაითვალისწინე, რომ არ იყოს საფრთხე და იზრუნეთ ყველა ხეზე და ყველა ყვავილზე. იფიქრეთ ისე, რომ ეს უბრალოდ ხე და ყვავილი არა, ის არის ცოცხალი ორგანიზმი, ისევე როგორც შენ. ბუნება მზადაა, უფასოდ მოგცეს სიმშვიდე, ჯანმრთელობა, შთაგონება და ძალა. ჩვენ უბრალოდ უნდა გავახილოთ თვალები, დავინახოთ ეს ყველაფერი, გადავდგათ ნაბიჯი და კარები გამოვიხუროთ. დიდი მადლობა რომ მიყურეთ. თუ გსურთ ეს საქმელი უფრო ბევრ ადამიანამდე მიაღწიოს, აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო. აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო და მიკომენტარეთ რომელი არის საქართველოში თქვენთვის ყველაზე საყვარელი ადგილი და აუცილებლად გამოდით ბუნებაში, შევხვდებით სადღაც მდინარის პირას.